კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სრულად აგებს პასუხს ყოველ სიტყვაზე, რომელიც გუშინ მისმა ადვოკატმა გააჟღერა. ხოშტარია წერს, რომ ბრიფინგის დასრულების შემდეგ ციხის ადმინისტრაცია მას დაუკავშირდა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. პოლიტიკოსის განმარტებით მას არც მკურნალ ექიმთან ჰქონია ჯერ შეხვედრა, თუმცა დაჰპირდნენ, რომ შეხვედრა შედგება. ძალიან წუხვა, რომ ჩემ გამო ღირსეული ადვოკატი, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ადამიანი შოთა თუთბერიძე მორიგ ჯერზე სრულიად უსამართლოდ გახდა რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ახალი არ არის ამ რეჟიმის პირობებში, როდესაც სიმართლის მთქმელ ადამიანს თავს ესხმიან, მაგრამ მაინც გასაოცარია, თუ რა ადვილად იტყუება ადამიანი, როდესაც თავის დაძვრენას ცდილობს. საწოდავი საყურებელია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რომელიც შოთამ ბრიფინგზე თქვა. რეჟიმთან რაიმე დისკუსიაში შესვლის კი არანაირი სურვილი არ მაქვს. და ბოლოს მეგობრებო, როგორც გუშინ შეგატყობინეთ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება. როგორც კი მკურნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული და კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე მათ დააყენეს შუამდგომლობა, რომელიც ხოშტარიას როგორც ამ პროცესის მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას ეხებოდა. გვარამიას თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ არ გააჩნია არანაირი წინაპირობა ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად. ელენე ხოშტარიას გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკოს აქვს მოძრაობის გაძნელება, ასევე სახსრების ძლიერი ტკივილი, რის გამოც გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება. თუთბერიძემ განმარტა, რომ თურქი ექიმების შეფასებით სათანადო მკურნალობის გარეშე შესაძლო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. ადვოკატის ბრიფინგს მოგვიანებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა და დაწერა, რომ ხოშტარია რუსთავის ნომერ მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და სამედიცინო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობს. პენიტენციურში აცხადებენ, რომ მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას ქრონიკული დაავადებები იწვევს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება განხორციელდა. მალევე პენიტენციურს პარტია დროა გამოეხმაურა. პარტიის თანახმად ტყუილია, რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებაზე, რომლითაც ის მკურნალობის გეგმასა და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდა, პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე რეაგირება მოახდინა. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალური განცხადებით ეხმაურება ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების გაერთიანება. განცხადების თანახმად ლიბერალები მოითხოვენ გაეწიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება პარტია დროას ლიდერს. თითქმის 10 თვიან უკანონო პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, მაშინ როცა მას სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე უარს ეუბნებიან. შესაბამისი დახმარების გარეშე არსებობს მისი ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე, რამაც შესაძლოა სიარულის უნარიც კი დააკარგვინოს. ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს 1 წელი და 6 თვე 20 მარტს მიუსაჯა. პროკურატურა ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით ხოშტარიამ დააზიანა 3 საარჩევნო ბანერი, ზიანმა კი 570 ლარი შეადგინა. პოლიტიკოსმა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა რუსული ოცნება 2025 წლის 14 სექტემბერს გააკეთა, რითაც სტუდენტ მეგიდია სამიძეს სოლიდარობა გამოუცხადა. მოსამართლე არევაძის განაჩენით ელენე ხოშტარიამ პენიტენციური დაწესებულება 2027 წლის მარტში უნდა დატოვოს.